Get low when the whistle go. გამარჯობა ძვირფასო მაყურებლებო, მივესალმები ყველა ჩვენი არხის მაყურებელს და დღეს მოვთავაზებთ ვიდეოს როგორ ავაჩქაროთ ჩვენი ოპერატიული მეხსიერება. პირველ რიგში შევდივართ My კომპიუტერში, შემდეგ გადავდივართ სხვადასხვა სისტემაში, შემდეგ აი აქ გადავდივართ დაპალენწონებული პარამეტრის სისტემა. შემდეგ ვაჭერთ აქ პარამეტრებში, შემდეგ გადავდივართ დაპალენტელში და ვაჭერთ აქ ისმენი. აი რას ვაკეთებთ აქ თუ არის თქვენთან ასე, ან როგორც არ უნდა იყოს, მე როგორც გასწავლეთ ისე გაიგეთ, ამას მოხსნით და უკაზად რაზმე მომნიშნავთ ამას. შემდეგ რამდენიც აქვს ოპერატიული მეხსიერება, მაგალითად თუ გაქვთ 2 გიგაბაიტი, აქ წერთ 4-ს. ესე იგი, უნდა გაავორმაგოთ თქვენი ოპერატიული მეხსიერება. ასე ვთქვათ, მე მაქვს 4, ამიტომ აქ დავწერთ 800. ესე უკეთესად რო გასწავლოთ. ესე იგი, თუ გაქვთ 1 გიგაბაიტი ოპერატიული, თავისთავად წერთ აქ 2000. თუ გაქვთ ოპერატიული მეხსიერება და 2 ანკალი ჯერ განახებთ, სად უნდა ვნახოთ რამდენი გვაქვს ოპერატიული მეხსიერება. აი წინა ველზე აქ შევედით, აი აქ უწევთ ჩვენ რამდენი გვაქვს ოპერატიული მეხსიერება. მე მიყენია 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. ნახავთ თქვენ რამდენი გვაქვს, დაიმახსოვრებთ. და შემდეგ ესე თუ გაქვთ 1 აქ ვაორმაგებთ წერთ 2-ს, თუ გაქვთ 2 ვაორმაგებთ წერთ 4000, თუ გაქვთ 4, მაშინ არ არის საჭირო გავორმაგებო, წერთ 4-ს. და 4 მიყენია და 4 აგერ დაემატება, უკვე 8 გიგაბაიტი საკმარისი იქნება. და თუ გაქვთ 8 და ან მეტი, ეს ამის გაკეთება საჭირო აღარ არის. და ვაძლევთ აქ სადაც ვაჭერთ ამას, შემდეგ ოკეის, გვარცხლებს კომპიუტერი იქნება გადასატვირთი და გადატვირთვის შემდეგ, ესე იგი გადატვირთვის შემდეგ გახდება ეს რაც გავაკეთეთ ჩვენ ის იმოქმედებს გადატვირთვის შემდეგ. შემდეგ ოკეის გადავტვირთოთ ახლა ამას არ გადავტვირთოთ, თქვენ გადავტვირთოთ მერე, რასაც კიდევ ერთ რაღაცას გავაკეთებ და შემდეგ გადავტვირთოთ კომპიუტერი. ამიტომ ვაჭერთ აქ, გადავტვირთოთ, მოგვიანებთ. შემდეგ ვაჭერთ ხილაკს Windows და R-ი. Windows რო ამახატია რა იმ კნოპკას და R-ს. აი აქ გამოვა ესეთი რაღაცა ვიპონით და აქ წერთ, როგორც მე მწერია, აქ დააკვირდი reg edit დაიმახსოვრეთ და ვაჭერთ OK-ს. დააჭერთ OK-ს. და შემდეგ გაიხსნება ასეთი რაღაც REST-ის რედაქტორი გახსნილობს უკვე. შემდეგ აი აქ იქნება ასეთი ხარდა, გადავდივართ, ხსნით ამ ფარდას Hey local machine. შემდეგ ხსნით system. აი ეს system. შემდეგ ხსნით controls. შემდეგ ჩამოვდივართ ქვემოთ და ხსნით Seanson manager. დააკვირდით. შემდეგ ჩამოვდივართ ქვემოთ და ვაჭერთ memory management. აი აქ. შემდეგ ამ ვერში ვაჭერთ, ნახეთ disable padding executive ასე აწერია. ვაჭერთ ორჯერ და აი აქ იქნება 0
დავწერთ 1-ს და ვაჭერთ OK-ს. შემდეგ ქვემოთ აგერ largest system cache ვაჭერთ და ვწერთ 1-ს. თუ 1 არის, თავისთავად დატოვეთ, არ შეეხოთ, 0 იქნება თქვენთან თუ არა ხელანაკეთები. წერთ 1-ს და ვაჭერთ OK-ს. და ვთიშავთ რა. ამიტომ თქვენს გავორმაგებთ შედეგს რას მივიღებთ, გავორმაგებთ ოპერატულ მეხსიერებას, ესე იგი ოპერატული მეხსიერება გვაქვს 4 და გვაქვს კიდე 4 გიგაბაიტი ვირტუალური ოპერატიული მეხსიერება, ასე რომ ვთქვათ, ესე გამოგვდის უკვე 8 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. ან თუ აქვს 2, გამოგვიგო 4 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება და ემატება 2 და ასე შემდეგ. ერთი უკვე გამოგვიგო 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერება. ეს პირველი რაღაცა გავაკეთეთ. მეორე რაღაცა მოგწევს საშუალებას, გაგვორმაგებს, მაგალითად აი Google-ს რო უხსნით, თავიდან როცა არის ჩაგეტილი და ხსნით Google-ს, გავორმაგებს ისტრაფეს პროგრამების და ყველა მალე გაიხსნება უფრო პროგრამები, თამაშებიც სადაც მოიმატოს FPS და უფრო კარგი იქნება თამაშებისთვისაც და ყველაფრისთვის რა, ეს იქნება ძალიან კარგი გავორმაგებს ოპერატიული მეხსიერების ისტრაფეს, ოპერატიული მეხსიერების თვითონ მეხსიერებას, ასე რომ ვთქვათ. შეიძლება ამის რესტში რომ გავაკეთოთ, ამის შედეგი შეიძლება ცოტა მეტი დატვირთვა კონდეს ოპერატიული მეხსიერებას პროცენტობით. ეხლა მე თამაში ვაყენებ და იმიტომ აქ ამხრა დატვირთვა. ოდნავ შეიძლება მეიმატოს 1.5-3%, მაგრამ სამაგიეროდ სიჩქარე გაიზრდება. და გითხრათ ყველას გააკეთოთ, გატესტოთ და დააკომენტაროთ შემდეგ რა გამოვიდა. შედეგი მე უკვე გატესტილი მაქვს და ესე იგი ნამდვილად მოქმედებს ეს გასწავლეთ. ეხლა იგი შეძლებები შემდეგ შეხვედრამდე გამოიწერეთ არხით მოგეწონათ და ლაიქეთ და ასე შემდეგ. თუ შეკითხვები გაგისცათ რამე, მომწერეთ წერილებში, ამიტომ რომ ესე იგი ვიდეოები იმატებს ჩემ არხზე და ყველა კომენტარებს წაკითხვას ვერ ვასწრებ, იმიტომ რომ აი ვიდეოს არ აქვს ფუნქცია რომ ყველა კომენტარები ისე კომენტარი რო ემატება იქ აღინიშნოს. ამიტომ უნდა ვეძებო ყველა ვიდეოს ხომ არ დავათვალიერებ, ყოველ წუთში რომ კომენტარი ხომ არ დაწერთ. ამიტომ თუ რამე შეკითხვა გისურვებთ, მომწერეთ წერილში, ლაიქებში, ძობებით და დროებით.